მოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელი. განჩინება გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206 მუხლის მეშვიდე ნაწილის გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს. ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესის მოსამართლეც ეგრეთ წოდებული აღმოჩნდა. ქეთევან ჯაჭვაძემ წინასწარი გადაწყვეტილება წარმატებით გაახმოვანა და რეჟიმის 11 პატიმარი ტყვეობაში დატოვა. კითხვის ნიშნის ქვეშ ახლა არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების ობიექტურობა, არამედ ქეთევან ჯაჭვაძის კვალიფიციურობა დგას. ყოველი სიტყვის მერე დარბაზიდან აპლოდისმენტებით პროცესი ვერ ჩატარდება. ამიტომ მომიწევს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოთ განმავლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტზე ატვირთული ბიოგრაფიით ირკვევა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ თბილისის მეათე საჯარო სკოლა დაამთავრა, მაგრამ რატომღაც უმაღლესი განათლების მისაღებად საგარეჯოში წასვლა გადაწყვიტა. 1998 წელს აღებული დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი ქეთევან ჯაჭვაძის განათლების დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტია. ინსტიტუტი კი საგარეჯოში 1996 წელს დარეგისტრირდა. ასე წერია საჯარო რეესტრის პორტალზე ატვირთულ დოკუმენტაციაში. გამოდის, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ დიპლომი ან სულ 2 წელში აიღო, ანამ 4-დან 2 წლის განმავლობაში სწავლობდა დაწესებულებაში, რომელსაც უმაღლესი განათლების პროფილი არ ჰქონდა. ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი ამზადებს შემდეგი პროფილის სპეციალისტებს: წარმოების ეკონომიკის მენეჯერი, ვაჭრობის ეკონომიკის მენეჯერი, სოფლის მეურნეობის პროექტების შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგი მენეჯერი, სამეურნეო სამართალმცოდნეობა, მასობრივი კვების მენეჯერი, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია სკოლამდელი. ეს დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ფაკულტეტების არასრული ჩამონათვალია. დოკუმენტურად დასტურდება, რომ ამ ინსტიტუტს სამართლის ფაკულტეტი საერთოდ არ ჰქონია. დაწესებულება 2006 წელს ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა. სამართალმცოდნეობის დიპლომის გარეშე შეუძლებელია ადვოკატის სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება. ბიოგრაფიაში წერია, რომ როგორღაც ქეთევან ჯაჭვაძემ ესეც შეძლო და უფრო მეტიც 2007 წელს გალი გულრიფშის, 2012 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა. თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო კი სწორედ გუშინ იყო. სხდომისთვის განზრახ შეარჩია პატარა დარბაზი. დარბაზი შეიცვალა, დაცვის ხარის შემდგომოდა პოზიცია იქნა გაზიარებული, თუმცა ამასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო განმარტება. სასამართლო იყო გარანტია იმისი, რომ არც ერთ ბრალდებულს და არც ერთ ადვოკატს არ შეეზღუდებოდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ყველანაირად ადვოკატების ბრალდებულებთან კომუნიკაციის უფლება იყო დაცული. საჯარო ინტერესი იყო დაცული ადვოკატი და თარჯიმანი ზუსტად ერთმანეთთან ბრალდებული ერთმანეთის მოპირდაპირედ და გასწვრივ ვერ დაჯდება. არ იზღუდებოდა არც ბრალდებულების და არც დაცვის მხარის ინტერესი. სხდომაზე მჯდომი 150-ზე მეტი ადამიანიდან ქეთევან ჯაჭვაძის დამოუკიდებლობის არავის სჯეროდა, მაგრამ ადვოკატები მაინც თხოვდნენ გადაწყვეტილება სინდისის კარნახითა და სამართლებრივი პრინციპებით მიეღო და არა სისტემის დაკვეთით. აბა შეხედეთ, უნივერსიტეტს ხადაძებათ სულ სამართლეო. გაიცით, მე შემიხედავთ თუ არა. გიყურებდით სულ მუდმივად და არ შეგეხედავთ. ეხლა შეგიძლიათ გადახედოთ ბრალდებულებს. გაავს ეს ადამიანები, გვანან ეს ადამიანები პატიმრობასამართლე ადამიანებს, ვინც არიან ეგეთი მონსტრები, როგორცაც პატიმრობასამართლე პროკურორები გვიხატავენ, რომლებიც არ მიიმალებიან, ან სპეცსას მიუვარდებიან სახლში, ან რაღაც ახალდანაშაულს ჩაიდებენ, ამ მტკიცებულებას გაანადგურებენ. მე მგონი, რომ არ არიან და მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შინაგანი წმენაც ამას კანახავთ, რომ არ არიან. არცაჯულებისთვის მადლობას არ უნდა იხდიდეს ადამიანი და მით უმეტეს ადვოკატი, მაგრამ გთხოვთ, რომ ამ შემთხვევაში დაიყრდნოთ არა რაიმე თქვენს წრეში გაბატონებულ მოსაზრებას, არამედ დაიყრდნოთ მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, მხოლოდ თქვენს შინაგან რწმენას. ამ ბოლო იმედს ხაზი თავადვე გადაუსვა. მოსამართლე გაღიზიანდა, რომ ადვოკატები პოზიციის დასასაბუთებლად მის მიერ დაწერილი განჩინების მონაკვეთებს ციტირებდნენ, რომელთა უმრავლესობაც ქეთევან ჯაჭვაძემ პროკურატურის შუამდგომლობიდან გადმოაკოპირა. ამიტომ ყველანაირი პროცედურა უგულებელყო და შუა სასამართლოს სხდომაზე ადვოკატების დატუქსვა დაიწყო. არც ერთ პირთან მიმართებით გაურკვევლად ისროდანიც არ წერია. ყველა პირთან მიმართებით არის კონკრეტულად, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ისროდა და კონკრეტულ ნივთებზეა და ყველა პირთან მიმართებით ჰაბიტოსკოპიურ დასკვნა. განმარტავს დაცვა ერთი წუთით დაცვის ძალიან ვრცელ საუბარზე, რატომ გააგრძელა სასამართლომ ვადა. რევაზ კიკნაძის მიმართ მაგალითად სხვა რაღაცები წერია ბატონო მოსამართლე და ვერ დაგეთანხმებით რომ ეს. ერთი წუთით. ერთი წუთით. ეს რა ფორმატია საერთოდ? ერთი წუთით. მოძღურავთ ანუ? თქვენ ბატონო შოთეხა გინდათ მაინც და მაინც რომ მივიღო რაიმე ზომები დამარცხდით საუბარი. თქვენ ახლა უკაცრავად პროკურატურის მხრიდან გვესაუბრებით თუ რას იცით? არა, ერთი წუთი თქვენთვის შეიძლება არ არის მისაღები, მე რასაც განმარტავ.
ქეთევან ჯაჭვაძეს არ უთქვამს, რომ საქმის მასალებში რეალურად ამ რამდენიმე ვიდეო კადრის გარდა სხვა არაფერი დევს. საუბრობდა გამოძიების მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმზე, მაგრამ არ უთქვამს, რა ჩანს თავად კადრებში. რეალურად ნაწყვეტ მწირ ვიდეო მასალაში ჩანს მოსროლილი საგნები, რომელთაგან არც ერთია შუშის ბასრი ან იმ ტიპის, რომ სხეულის დაზიანება გამოიწვიოს და რაც მთავარია, ამ კადრებით არ დასტურდება, რომ ეს საგნები ვინმეს მოხვდა და მით უმეტეს დააზიანა. შუამდგომობა გვექნება მაშინ აცილებით. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ის რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, ეს არ არის პროცესის ნაწილი. ასევე ის ბრალდებაც ცოტა არ იყოს და უხერხულია სასამართლოს მხრიდან, თუმცა ჩვენ დაცვის მხარეს არ გვინდა რომ სიმართლე გაიგოს საზოგადოებამ. დღეს თქვენ განჩინებასთან დაკავშირებით ახსნა განმარტებების გაკეთება დაგჭირდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც წერდით, მაშინ საკმაოდ ეფექტურად ვერ დაწერეთ და ვერ ახსენთ. გადაწყვეტილება უკვე გააჟღერეთ თქვენ მიერ განმარტების პარკლებში. ასე რომ აზრის და პოზიციის გამოთქმით დაირღვა პირველ რიგში ყველა მინიმალური სტანდარტი, რაც შეიძლება დარღვეული იყო აქ და გადალახულია ალბათ ყველა ზღვარი. არადა ქეთევან ჯაჭვაძეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება მაინც შეეძლო. ყველაფრის მიუხედავად ის უვადო მოსამართლეა, რაც მეტ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ ამის ნაცვლად დაარღვია პროცედურა, თავს დაესხა დაცვის მხარეს, მიემხრო პროკურატურას. სცადა საზოგადოების თვალში დამნაშავედ წარმოეჩინა 11 რეჟიმის ტყვე, რომელთა ბრალეულობაც საქმის ამჟამინდელი მასალებით არ დგინდება. და რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ. ის არის უვადო მოსამართლე და ბუნებრივია, რომ აქვს კანონით მინიჭებული წესით ყველა გარანტია იმისათვის, რომ ის ყოფილიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. თუმცა ამ შემთხვევაშიც მოსამართლემ ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და სამწუხაროა, რომ ყველა ჯერზე საზოგადოების მოლოდინებს არ ამართლებენ ხოლმე და ძალიან ხშირად სწორედაც ესეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ მოსამართლეები მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე. ეს არის ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხარო. გუშინდელი სასამართლოს ფორმალურობის შესახებ ყველა მიცოდა, ყველაზე უკეთ კი მათ, ვინც საბრალდებო სკამზე იჯდა. ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ანუ ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჩებით, რუსეთი რო არ გვინდა მაგისთვის ვისჩებით, პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ პასუხობთ მაგისთვის ვისჩებით, ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჩებით. 6 წლის მერე ცირკში არ ყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა. და ბოლოს იმას ვიტყოდი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის და მამი გილოცავდა ბოდიში, რომ ამ უსამშობლო და არაპატრიოტი სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა. ბრალის აბსურდულობა თვალსაჩინო იყო ონისე ცხადაძის მიმართვაშიც, მაგრამ მის სიტყვებში სარკაზმის გარდა კიდევ იყო რაღაც უფრო მეტად გულწრფელი. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი. არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა რომ ნაკლები გავაკეთო ვინმეს. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს სპიჩკის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრით და 3 თვე დამიმატეთ. ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას პირველად მიმართა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემაც. სასამართლოს დარბაზშიც და ეზოშიც ყველაზე მეტი სწორედ მისი კოლეგა იდგა. გამოსცემდა ჯოზეფ კარი პერსონაჟი კაფრასი, რომელიც სასამართლო პროცესში და არ იცის რა ხდება მის თავს. და იმიტომ არ იცის, რომ უფრო ზუსტად თქვა ეს რომანი არის იმაზე, რომ გაუყოლოდება და აბსურდია. თვითონ წიგნი აბსურდია და ამ გაუყოლობის შეგრძნებაზეა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება რომ ეს შეგრძნება რაღაცნაირად პრაქტიკაში დაცოცდეს, მაგრამ რაღაცნაირად მოხერხდა. ეს რაღაცას დავამატებ და ალბათ დავუყურებ, რომ ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღიქვამთ და ხედავთ მომავალს. მართალია პროცესები აბსურდულია, მაგრამ განსხვავება მაინც არის. კაფკას პერსონაჟისგან განსხვავებით ჩვენ ვიცით, ვის და რის გამო აღმოჩნდნენ უდანაშაულო პატრიოტების საბრალდებო სკამებზე. ისინი ისტორიაში ეწერებიან, ისევე როგორც გუშინდელი სასამართლო პროცესი და მისი გაუნათლებელი უსამართლო მსაჯული, რომელმაც რეჟიმის პატიმრებთან ერთად საკუთარი რეპუტაციაც გაწირა.